გამარჯობა სხვადასხვა პროფესიის ხალხო, ჩემო ჯიგრებო. ახლა ეს პროფესიებს უნდა შევეხო რა. ეს ჩვენი ურა პატრიოტები, ქუჩის გადამკეტავები. გაიძახიან რა, რომ ესაო რა ქვია. მასწავლებელი რატო დაიჭირესო? და არიქა წამოვიდა მასწავლებლების შეშფოთება, როგორ მასწავლებლები. მერე ექიმი ქუჩა გადაკეტა არ შეიძლება. ექიმი რატო დაიჭირეს? როგორ შეიძლება ექიმის დაჭერა და როგორ შეიძლება? ექიმი ყველაფერში მართალი არის რა, თუნაცი არის რა. პოეტი, ვინ პოეტი? ბიჭო, აი ვიტირო თუ ვიცინო. თან ყველას თვალწინ არ ღვევენ კანონს, ხო? აი ამის გადაკეტვა არ შეიძლება. და 6 თუ 7 დღით არის პატიმრობა, ხო და ნუ აიმე და ეს რევოლუციონერები დაიჭირეს, ბიჭო, რევოლუციონერები ვიცოდი. აი ესენი რო იყვნენ, რა ქვია, 17 წელს სიკვდილზე და გაციმბირებაზე და ყველაფერზე მიდიოდნენ იდეის გულის. ეხა ის იდეა მართალი იყო თითქმის ეს სხვა თემაა. მაგრამ ეგენი იყვნენ მაგარი რევოლუციონერები რა. მომწონს არ მომწონს ეგეც სხვა თემაა. მაგრები ეგენი იყო რა და კიდე ფიდელ კასტრო კიდე რა. ყველაფერზე მიდიოდა ბოლომდე რა და ესენი ვაიმე 6 დღით და გმირი გამოდი. ბიჭო ის გამოდის კიდე ლაშა ბუღაძე ეკხალეგა. ხო და სხვა დანარჩენმა მასებმა მასწავლებლებმა რატო არ გამოხატეს ძალიან დიდი შეშფოთებაო 1000-ობით რატო არ მოვიდენო? ეგენი ყველაზე დაჩაჩანაკებული და ყველაზე მოსყიდული შეურაცხყოფები მიაყენა. მაგყალენ მაგას ბიჭო. მასწავლებლებს მიაყენა შეურაცხყოფა, რომ აი ერთი მასწავლებელი რო დაიჭირეს, მთელი საქართველოს მასწავლებლები რატო არ დადგნენ რუსთაველზე? სუფთა ყალე არის რა. რა გითხრათ ხალხო, აი მე ვარ მაგალითად სპორტსმენი, ხო? ვიღაც პოეტები და იმას რო იბრალებენ პოეტობას. სოფლიო დონის რამდენიმე ქართველი სპორტსმენი სოფლიო ვარსკვლავი შეიძლება ესე ითქვას. სოფლიო დონის რამდენიმე ქართველი სპორტსმენი აი ამ ბოლო დროს დაიჭირეს. არ მინდა გვარების ჩამოთვლა. იცით ყველა ზოგთან მეგობრობ, ზოგს ვიცნობ. და რახან ნაცები არ იყვნენ, ესე იგი დასაჭერები იყვნენ და ჯერთან გარკვეულიც არა, ხო? გამოძიება მიდის და ჯერ არაფერი გარკვეული, ეგენი დასაჭერები ყოფილან ორჩა. და ესენი ეს პოეტი, რაღაცა ესენი ექიმი შენს თვალწინ და მილიონი კამერების თვალწინ არ ღვევენ კანონს, ხო? აი მას რო კეტავენ ორი კაცი ქუჩას. ეგენი არ ყოფილან დასაჭერები. ვიღაც ევროშეშფოთებელიც გმირი აიმე როგორც ნიკა გვარამიამ თქვა რა, ეგეც სტილში ვიტყვი. აი მაგ ლოგიკაში და მაგ სიმართლეში ჩაგიფსით რა. არა ყველაფერი კარგად იქნება.